ნახავდით ალბათ ჩვენს ვიდეოს გუშინ ბაზარში რო გადავიღეთ ფასების შესამოწმებლად და დიდი ხნის განმავლობაში იფიქრეს ახლა ქართულ ოცნებაში რა შეიძლება უპასუხოთ ამას ჩვენი ტროლების საშუალებით თუ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არაფერს არ ამბობდნენ ტროლები დუმდნენ ბოლოს მოიფიქრეს ასეთი რამე ეგ ბაზარში რო ეგ ხალხი არიანო ეგენი არიანო სპეკულიანტებიო და გადამყიდველებიო და საწყალი გლეხების ნაშრომსო აი ესე ორმაგ და სამაგ ფასში ყიდიან კაცო, ეგეთი კარგი მოგებად რჩებათ იმათ, ხა იქ დავიჯერე, რომ აი ესეთ ყინვაში და უბედურებაში, აი ხა ამ ამიტში გარეთ რასაც ხედავთ, იქ სხედან გუშინ ერთ-ერთ ქალბატონს ხა იქ აღარ ჩაგვისვავს ვიდეოში, ქვემოთ ეგრეთ წოდებული ელექტროენერგიის ღუმელი პლიტა ეგრეთ წოდებული ედგა და ღვეზელს აცხელებდა იმას. ეგეთ პირობებში არიან ადამიანები და ოღონდ რამე ქართულ ოცნებას არ დაბრალდეს, ესე იგი და აი მაგათი ბრალი იყოს, სპეკულიანტები არიანო, ეგენიო და მაგათი ბრალიაო. თავიდან მაღაზიებში რო შევდიოდით, იქ მაღაზიებში ნუ შედიხართო ძვირია ყველაფერი, ბაზარში წადითო. ბაზარში წავედით, ეხა იქ სპეკულიანტები ყოფილან. ან ეგ რა სიტყვა, რას ნიშნავს სპეკულიანტი? მაგალითად, ნახევარ საქართველოს რო ამერიკიდან ჩამოყავს მანქანები და ყიდის, თავის ფასში ყიდის, არა ორი კაპიკი არ უნდა დარჩეთ ჯიბეში, არადებენ რაღაც ფას. ესე იგი, ვისაც მანქანები ჩამოყავს და ყიდის, ნახევარ საქართველოს სპეკულიანტი და ცუდი ადამიანია, თუ აი რა ლოგიკას ავითარებენ მაინტერესებს. ნუ გასაგები ხარ ეს სისულელეა, მაგრამ ამ სისულელეში ჩანს დამოკიდებულება რა, საკუთარი ყველაზე მეტად გაჭირვებული მოსახლეობის მიმართ. და ზოგადად ახლა ელემენტარული ეკონომიკა ესე მუშაობს, რომ იქ თუ ვინმეს ბევრი ფული რჩება და დიდრდება ხალხი და ორმაგ და სამაგ თანხასადებს და მოგებას ნახულობს ბაზარში დგომით. წავა ვიღაცა და სხვას დადგება და დაადებს იგივე ფასს. და მე ბევრი ადამიანი რო დადგება, ეს პროდუქტი შესაბამისად გაიაფთება, მაგრამ სისულელეა ეს ყველაფერი. რა ფასებიც გვაქვს დღეს ქვეყანაში, გამომდინარეობს იქიდან, რა სიტუაციაც და მდგომარეობაც არის ქვეყანაში. აქციზის ფასები, საწვავის ფასი, ლარის ინფლაცია და ბევრი 1000 რამეა. ყველაფერი ერთად ჯამში ქმნის ამ სიტუაციას. ეს ცალკე ერთი და ორი რაღაცის ბრალი არ არის, რა თქმა უნდა. და იმის მაგერად რომ ამაზე პასუხისმგებლობა აიღო, უბრალოდ ცდილობენ ვიღაცას დააბრალონ. ყველაფერი ხო ვიღაცის ბრალია, ხა ქართული ოცნების ბრალი ხო არასდროს არაფერი არ ყოფილა, არც ევროკავშირში ვერ გაწევრიანება, არც ეკონომიკური მდგომარეობა, არაფერი საერთოდ, რაც ქვეყანაზე ცუდი ხდება, ყველაფერი ვიღაც სხვისი ბრალი, ოღონდ არა ქართული ოცნების. აი ეს მესიჯი აქვს, რომელსაც ბოლომდე ატარებენ და ცდილობენ რომ ადამიანები დააჯერონ, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გამოუვიდათ.